ნახვამდის სამიტო რუსეთის პრეზიდენტი დიდ ოცეულს დაემშვიდობა და კრემლში დაბრუნდა. ვლადიმერ პუტინის პროტესტი კრიტიკას მოჰყვა, რომელიც მსოფლიო ლიდერებისგან დაემსახურა მას კოლეგებმა უკრაინიდან გასვლას თხოვეს. ფედერაციის პირველმა პირმა სამშობლოში გამგზავრებამდე შემაჯამებელი ბრიფინგი გამართა და შეწყვეტილი ვიზიტის მიზეზად გადატვირთული სამუშაო გრაფიკი დაასახელა. ნახეთ რეპორტაჟი ავსტრალიიდან. ავსტრალიაში დიდი ოცეულის სამიტი დასრულდა. შემაჯამებელ კომუნიკეში ჩაიწერა, რომ მთავარი პრიორიტეტი ცხოვრების პირობების გაუმჯობესება და სამუშაო ადგილების შექმნა იქნება. მსოფლიო ლიდერები 2018 წლისათვის გლობალური ეკონომიკის 2%-ით გაზრდაზე შეთანხმდნენ. სამიტის მასპინძელი ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, კლიმატურ ცვლილებებთან გასამკვლელებლად მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები ეფექტურად იმოქმედებენ. ჩვენ ხელი მოვაწერეთ ეკონომიკური ზრდის პაკეტს, რომლის განხორციელების შემთხვევაში გლობალურ დონეზე დაგეგმილზე უფრო მაღალი ზრდა იქნება. ჩვენი მოქმედება დაეხმარება მდგრად განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას ბიზნესისა და ინვესტიციების კუთხით. სავაჭრო ეკონომიკური საკითხების განხილვის პარალელურად დიდი ოცეულის სამიტის დღის წესრიგში აქტიურად განიხილებოდა უკრაინის კონფლიქტიც. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ თუ ვლადიმერ პუტინი აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციას არ შეწყვეტს, დასავლეთის ურთიერთობები რუსეთთან უფრო გართულდება. ფიქრობ, რომ ვლადიმერ პუტინი გზაჯვარედინზეა. თუ უკრაინაში არეულობა გაგრძელდება, სანქციები გაიზრდება. მან უნდა აღიაროს, რომ უკრაინა ცალკე პოლიტიკური სივრცეა. პუტინმა უნდა აღიაროს, რომ ამ სივრცეს პატივი უნდა სცეს და ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ თავისი მომავალი დამოუკიდებლად განსაზღვროს. თავად რუსეთის პრეზიდენტმა ავსტრალიაში გამართული დიდი ოცეულის სამიტი ნაადრევად დატოვა. სამუშაო ვახშამის მიმდინარეობისას ვლადიმერ პუტინმა შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ ბრიზბენიდან გამგზავრების გადაწყვეტილება გადატვირთული გრაფიკის გამო მიიღო. პუტინის განცხადებით, სამუშაო ვახშამზე სპეკულაციების თავიდან არიდების მიზნით არ წავიდა. დასავლური პრესის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო სამიტის წევრებისაგან კრიტიკის ობიექტი გახდა. დღეს უკრაინაში შექმნილ მდგომარეობას მოგვარების კარგი შანსი აქვს, რამდენად გასაკვირადაც არ უნდა ჟღერდეს, მაგრამ ორივე მხარეს შექმნილი გარკვეული სტრუქტურები მათ წინაშე მდგარ ამოცანებს ვერ უმკლავდებიან. პირველ რიგში უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ, მათ შორის ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში მცხოვრები ხალხის. სანქციები ორივე მხარეს აზარალებს, მათ ვისაც უწესებენ და ასევე მათ, ვინც სანქციებს აწესებს. სამიტის დასრულებისას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა ევროკავშირის ლიდერებთან. მხარეები რუსეთის პოლიტიკის წინააღმდეგ კოორდინირებულ მოქმედებაზე შეთანხმდნენ.